ევროპის იმუნიზაციის კვირეული ყოველწლიურად აპრილის ბოლო კვირას სლოგანით „აიცერი და დაიცავი“ აღინიშნება. კვირაულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება იმუნიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს იცავს ვაქცინით მართვადი დაავადებისგან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იმუნიზაციის მეშვეობით მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი სიცოცხლის გადარჩენა ხდება შესაძლებელი ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა წითელა, დიფტერია, ტეტანუსი, პოლიომელიტი, ყივანახველა და სხვა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იმუნიზაციის კვირაულს აქტიურად უერთდება და მუშაობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ვაქცინაციის ეფექტურობის და შეუცვლელობის კუთხით. საქართველოს 2007 წლიდან არის ჩართული ვაქცინაციაში. ძალიან შეამცირა ვაქცინით მართვადი დაავადებებით ავადობა და სიკვდილიანობა იმუნიზაციის უფრო ფართოდ გავრცელებამ. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში წლის განმავლობაში 5 მილიონამდე ადამიანი იღუპება ვაქცინით მართვადი დაავადებებით. აქედან 1,5 მილიონზე მეტი ბავშვია. წელს ყურადღება მინდა გავამახვილო წითელა საწინააღმდეგო აცრაზე, გამოწვევად რჩება კიდევ წითელა, ამიტომ თუ არ არის აცრილები, ბავშვები, მოზრდილები, შეუძლიათ ჩაიტარონ წითელა საწინააღმდეგო ვაქცინაცია. რომელიც ამ პერიოდისთვის ძალიან აქტუალურია. ჯერჯერობით გურიაში არ არის, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში არის მოზრდილ ასაკში შემთხვევები აცრა გამოტოვებული ან აუცრელი ადამიანების. აუცილებელია მივყვეთ ბავშვთა აცრების კალენდარს, ხდება რამოდენიმე ვაქცინის ერთდროულად გაკეთება, მაგრამ თუ დროულად გავაკეთებთ, ბავშვებს ვიცავთ ამ გარკვეული ინფექციებისათვის. ერთობლივად საზოგადოებამ შეიძლება შევქმნათ ისეთი მომავალი, რომ ვაქცინით მართვადი დაავადებები შევამციროთ ვაქცინაციით. წლევანდელი სლოგანია „აცერი და დაიცავი“.